Hey, ქართველნო. ვინც რომ ამ ჩემიერ გაკეთებულ ვიდეო ჩანაწერს მოისმენთ, გთხოვთ ხმა მიაწინეთ გაეროს ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს. ვისაც გაქვთ ამის შესაძლებლობა და კონტაქტები საზღვარგარეთ და ასევე რა თქმა უნდა საელჩოებთან. მე მინდა მივმართო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს გაეროში. მე ვარ ყოფილი მშავდებული რევა შაინიძე, რომელმა საერთო ჯამში 28 წელი ციხის კედლებში გავატარე. ამ 28 წლიდან კი 19 წელი უკანონო პატიმრობაში. ჩემი თხოვნა და მის მეუფლებაც გამაჩნია როგორც ყოფილ მჯავრდებულს და უმოწყალოდ ნაწამ-ნატანს ბოლო ამ 12 წლის მანძილზე, რომელი რეჟიმსაც რომ კურირებს ეგრეთ წოდებული ბატონი ვიძინა ივანიშვილი, დროულად ჩამოვბრძანდეთ საქართველოში და სრულყოფილი მონიტორინგი ჩაატაროთ უშუალოდ ციხეებში. ქალაქ ბათუმის ნომერ მე-3 დაწესებულებაში, სადაც რომ პატიმრებს არაადამიანოდ ემხრობიან, ქალაქ ქუთაისის ნომერ მე-2 დაწესებულებაში, სადაც რომ არაადამიანოდ ემხრობიან პატიმრებს და ასევე ქალაქ თბილისის ქუდანის ციხეზე. და ასევე რა თქმა უნდა უკეთესი იქნებოდა თუ რამოდენიმე სხვა დაწესებულებასაც მოინახულებდით. ეს ჩემი თხოვნა და თქვენი ვალდებულება, რომელიც თქვენ განახორციელოთ, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციებს ბოდიში თქვენთან და სულ ფეხებზე კიდიათ პატიმრების ბედი. სახალხო დამცველზე ვაფშე არ მინდა საუბარი, იმიტომ რომ თქვენ გონიათ რომ საქართველოში ქართველ ერთ სახალხო დამცველი ყავს. არა ხალხო, 2-3 ადამიანი თუ გამოინახება, რომელიც სახალხო დამცველის უწყებაში აქვს მორალური უფლება რომ იმუშაოს, დანარჩენი კი ბოდიში თქვენთან და სხვაში გადასაყრელები არიან. ისინი ყველანი სახალხო დამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ეგრეთ წოდებული ვითომ თავი რომ მოაქვთ და გული შესკივათ ამა თუ იმ მოქალაქეზე ან პატიმარზე, ისინი სულ ყველანი ამ პირსისხლიანი, ანუ უცხვირპირო და უნამოსო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ყურმოჭრილი მონები არიან. გამიგეთ ახლა. მე იმედი მაქვს რომ გაითვალისწინებთ ქართველნო ამ ჩემ თხოვნას და თქვენი შეძლების და გვარად, ანუ თქვენი კონტაქტების მეშვეობით ამ ჩემიერ გაკეთებულ ჩანაწერს მიაწოდით გაეროს ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს და მის ირგვლივ მყოფ იმ ადამიანებს, რომლებიც რომ ადამიანის უფლებებს იცავენ სამყაროს სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის ვალდებულნი არიან რომ ჩამოვიდნენ ჩემი განაცხადის საფუძველზე და მონიტორინგი ჩაატარონ საქართველოს ციხეებში და ზონებში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გაგრძელება კიდე იქნება.